რუსეთის ხელისუფლება გეგმავს, რომ რადიოაქტიული ნარჩენები აფხაზეთის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის სამარხებში შეინახოს. ინფორმაცია საიდუმლო წყაროზე დაყრდნობით ექსპერტთა კლუბი ავრცელებს. ლევან გიგნაძე ამბობს, რომ ამ თემაზე შეთანხმება რუსეთის ხელისუფლებასა და ვაღაბ შორის უკვე არსებობს. სპეციალისტების ვარაუდით, გადაწყვეტილების დაკმაყოფილების შემთხვევაში რადიოაქტიული ნივთიერებების სოხუმის ინსტიტუტის სამარხებში შენახვა ეკოლოგიურ საფრთხესთან ერთად მისი გატანა გაყიდვის ალბათობასაც გაზრდის. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ საშიში ნივთიერებები ტერორისტების ხელშიც კი აღმოჩნდეს. იმავე წყაროზე დაყრდნობით გიგნაძე კიდევ ფაქტს ახმაურებს. საიდუმლო ინფორმატორის ინფორმაციით ომის დროს ფიზიკა-მათემატიკის ტექნიკური ინსტიტუტიდან დაკარგული გამდიდრებული ურანი სოხუმში ქართველის ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში ადგილობრივმა სამართალმცავებმა მაშინ იპოვეს, როდესაც მის გატანას ცდილობდნენ. თუმცა რუსეთის უშიშროება მაშინ ეს ფაქტი გაასაიდუმლა. დოკუმენტები გაანადგურა, ურანი კი დაიკარგა. აქ მეორე ამბავია, აბა ეს სურათი სადაც არის. სამარხებში, რომელიც განთავსებულია სოხუმში, შემოიტანენ რადიოაქტიული ნივთიერებების ნარჩენებს რუსეთიდან. და საშიშროებას იმაში ხედავს ჩვენი წყარო და ჩვენ ვხედავთ ამ საშიშროებას, რომ ეს ჯერ ერთი ეკოლოგიურ კატასტროფა შეიძლება გამოიწვიოს ამან და მეორე, რადგანაც გვაქვს ფაქტები ძალიან ბევრი ამ სამარხიდან რადიოაქტიული ნივთიერების გატანის და გაყიდვისას, ისეთივე ბედი შეიძლება ეწიოს ამ მასალებს.